სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რეპრესიული კანონები, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, პრობლემები სასამართლო სისტემაში. ეს არის განხილვის ძირითადი საკითხები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იგივე პასეს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ევროპელი პარლამენტარები ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან. ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ცვლილებისთვის წევრები ოპოზიციიდან შეხვედრაზე პირველი მივიდნენ. პასეს დელეგაციას შეხვდებიან ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ძლიერი საქართველოს ლელოს თავისუფლების მოედნისა და ანა დოლიძის პარტიებიდან. მარიკა ბოლქვაძე შემოგვერდება პირდაპირ ეთერში. მარიკა, რომელმა პარტიებმა დატოვეს უკვე შეხვედრა და რა განცხადებები გაკეთდა მათი მხრიდან? დიახ, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრას. საპარლამენტო დელეგაციას შორის არიან წარმომადგენლები ედიტ ესტრელა, საბინა კუდიჩი და ბას კლეინი. ამჯერად ისინი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა უკვე დატოვეს თინა ბოკუჩავამ და აგრეთვე კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელმა გიორგი ბუტიკაშვილმა. შეხვედრის შემდგომ მათ მიერ განცხადებული კომენტარებით გავიგეთ, რომ შეხვედრის მთავარი თემა იყო ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც ახლა ქართული ოცნების რეჟიმმა შექმნა ქვეყანაში, ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც ოპოზიციური ველის მოსასუფთავებლად იყენებს ქართული ოცნება და რომ პოლიტიკური პარტიების საერთოდ აკრძალვას აპირებენ. აგრეთვე ისაუბრეს იმის თაობაზე, რომ ისედაც პატიმრობაში მყოფი ოპოზიციური ლიდერების პატიმრობის ხელოვნურად გახანგრძლივებას აპირებს ახლა ქართული ოცნება ხელახალი ბრალდებებით. როგორც გითხარით, შეხვედრა უკვე ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილმა დატოვა, ნაწილი ამ დრომდე შეხვედრაზე, ამ წუთას შეხვედრაზე იმყოფებიან ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერები და წარმომადგენლები, შემდგომში კი შეხვედრაზე გამოცხადებიან აგრეთვე თავისუფლების მოედანი და ანა დოლიძე. ყველას ახსოვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუცია, რომელსაც წარმოადგენს ამ ინსტიტუციას სწორედ ის ორი მომხსენებელი, რომელიც დღეს საქართველოშია. ეს არის მოწოდება, რა თქმა უნდა, რუსულ რეჟიმზე, რომ რეპრესიული ნაბიჯები შეჩერდეს და აღიარება იმის, რომ პარტიების გაუქმება არის საქართველოში დიქტატურის კონსოლიდაციის ტოლფასი, ამიტომ რა თქმა უნდა ამ თემაზე იყო საუბარი, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მნიშვნელობაზე და ჩვენის მხრივ გარდა მომხსენებლების ანგარიშისა, რომელიც ასევე თავისთავად მნიშვნელოვანია, ასევე საუბარი იყო სხვა კონკრეტული ინსტრუმენტების ამოქმედებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ არის, როგორც არის სახელმწიფოთა შორისი სარჩელი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ისევე როგორც ანტიკორუფციული კონკრეტული ინსტრუმენტების ამოქმედება იმისთვის, რომ მაქსიმალური სამართლებრივი და ფინანსური საერთაშორისო წნეხი ამოქმედდეს ივანიშვილზე ამ რეპრესიული რეჟიმის შესაბოჭად და საბოლოოდ დასამარცხებლად. შეხვედრა ეხებოდა ცხადია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, პარტიების აკრძალვას, მათ შორის იმ რეპრესიებს, რომელიც ყოველდღიურად ქუჩაში ხდება. ევროსაბჭოს მთავარი ამოცანა არის ადამიანის უფლებების შეაფასოს ქვეყანაში და დემოკრატიის ხარისხი, რომელიც ცხადია ყოველჯერზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოში ქართული ოცნების დამსახურებით. ჩვენი ფუნქციაც ეს არის, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რა მდგომარეობა არის, განსაკუთრებით ყურადღებით იკითხეს, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც პარტიებს აკრძალავენ. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, უკვე დაგვიდასტურეს, რომ ისინი აპირებენ ხვალჩანიშნულ შეხვედრაზე გამოცხადებას, თუმცა უცნობია ზუსტად ვინ იქნებიან ქართული ოცნებიდან ის წარმომადგენლები და წევრები, რომლებიც შეხვედრას დაესწრებიან. დღეს უკვე საპარლამენტო ტრიბუნიდან ისმოდა კრიტიკული განცხადებები დელეგაციასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მომხსენებელი იყო ლევან მახაშვილი, რომელმაც თქვა, რომ მათი კრიტიკული განწყობილება უკვე ნიშნავს იმას, რომ შეფასების ობიექტურობაც ევროპარლამენტის საბჭოს დელეგაციიდან ეჭვის ქვეშ შეიძლება დადგეს. სავარაუდოდ ხვალ ამ შეხვედრას ქართული ოცნების წარმომადგენლებიდან ლევან მახაშვილთან ერთად დაესწრებიან თავად ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილიც. მე ჩემს კოლეგებთან ერთად შევხვდები ამ დელეგაციის წევრებს. ეს არის მონიტორინგის კომიტეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სხვადასხვა მიმართულებით და ამასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს დებენ, რამდენად შეესაბამება ესა თუ ის ამა თუ იმ პოლიტიკური აქტორის ქმედება ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს. მნიშვნელოვანია, რომ მათ
კაფიო არაორაზროვანი დასკვნა დადონ, მათ შორის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ეს ანგარიში არ მოიცავს მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას ამა თუ იმ ქმედებაზე, აქ არის საუბარი ყველა პოლიტიკურ აქტორზე თუ სახელმწიფო ინსტიტუტზე. აღიარონ საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ხალხის ნება, მხოლოდ ამის შემდგომ შეგვეძლება ჩვენ დიალოგის მაგიდასთან დაშლა. როგორ გითხარით, მთელი დღის განმავლობაში ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს ხვდებოდა. დღის პირველ ნახევარში ისინი შეხვდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და აგრეთვე მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათი მთავარი განხილვის თემა ახლა იყო ის, რომ საქართველოში ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში ირღვევა ის ფუნდამენტური უფლებები, რაც არის ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. აგრეთვე ინფორმაცია მიაწოდოს იმის თაობაზე, რომ დიდი ფინანსური შეზღუდვები ადევთ თითოეულ ორგანიზაციას ყადაღის სახით და ვეღარ აგრძელებენ ჯეროვნად თავიანთი ფუნქციების და მოვალეობების განხორციელებას და შესრულებას. თავად პასის პოზიციას რაც შეეხება ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ახლა არ გააკეთებენ მედიასთან კომენტარს და მხოლოდ მას შემდეგ გაგვიმხელენ თავიანთ პოზიციას, რაც ისინი შეხვედრას დაასრულებენ და დელეგაცია ქვეყანას დატოვებს.